მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ჯოხჯოხად და უგუნდი ახალი ვიდეოთი. დღეს ვთამაშობთ Brawl Stars, როგორც ხედავთ და უნდა გავტესტოთ სკინები. დიახ, დღეს უნდა გავტესტოთ სკინები და შევაფასოთ. და ეს სკინები იქნება ნანის ახალი უფასო სკინი, პაიპერის კარნავალის სკინი, ეშის ასასინის სკინი და შუკუტეკი ტარას სკინი. დავიწყებთ ნანის ახალი სკინით. არ დაგავიწყოთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, ავიდეს 5 ლაიქზე და გამოიწერეთ არხი. მიზანი არის 50 გამოწეირო შემეძლოს უკვე სტრიმები. კი ბატონო. და დავიწყეთ. აქ რაფსის გენიალური სკინი შეგხვდა. და ეხა ეს ფაულკუბია ვიღოთ და ვნახოთ გასრულის ეფექტი. პირდაპირ აი ამ რაფსთან გავიჩნდე. აქ მოვიგერიოთ ჯერ ესენი, მოდი აქედან. კაი, უფასო ფაულკუბი. ესე იგი გასრულის ეფექტზე რას ხედავთ? რაღაცა ორი ლურჯი მიდის. კი ბატონო. დიდი გასაოცარი გასრულის ეფექტი არა აქ ნამდვილად. დიდად მე მგონი არც განსხვავდება ჩვეულებრივი ნანის გასრულის ეფექტისგან. აქ ამ ელ პრიმოს რა ჯანდაბა უნდა არ ვიცი, მოკლათ მოდი. ესე სიარულის დროს ძალიან საყვარელი სკინია, სპრაუტს გავს. ახალი წლის სკინია, მაგ ნაძვის ხე არის მე მგონი, ამ შუშაში და დადის თავისთვის ბედნიერი. სუპერი, ეხლა ვნახოთ სუპერი. დიდად მე მგონი არც განსხვავდება ჩვეულებრივი ნანის სუპერისგან. და ეს მეისი მოკლედ, საკმაოდ კარგი სკინია, თუმცა ბევრი რაღაცა გავს ჩვეულებრივ ნანის, მაგალითად გასრულის ეფექტი და სუპერი. ისე ვიზუალი ძალიან საყვარელი და კარგი აქვს. მოკლედ, ამ სკინს დავუწეროთ, მოდი 10-დან 8 ქულა და გადავინაცვლოთ შემდეგ სკინზე. შემდეგი იქნება ასასინი ეში. და დავიწყოთ, მოდი. აბა ვნახოთ. დავიწყეთ. ესე იგი, ნახოთ ეხლა პირდაპირ გასრულის ეფექტი ქროუსთან. ხო, ეს დიდი გასრულის ეფექტი არ ვიცი, ეხლა გასაკვირი რა უნდა ქონდეს. იმიტომ რომ იდეაში გასრულის ეფექტი არც აქვს, უბრალოდ მიწას ურტყავს და შემდეგ ის მიწა იბზარება. რაღაც ფოთლები, ეს არ ვიცი, ჩვეულებრივი ეშსაც აქვს თუ არა, არ დავკვირვები ვარ. რომ ურტყავს, ფოთლები იყრება. რაც კაია, ეხლა ისეთი გასრულის ეფექტია, რომ ეგეთი შეცვლაც კი უკვე კაია, რომ რამე მაინც შეცვალეს. აქ ნანი გაგიჟდა და მოუკარი კიდე კაი. ეხლა მინდა რომ სუპერი ამოსოს. თვითონ ვიზუალში საკმაოდ რა ხდება აქ მიჭედავს. მედი ესე არ გაგრძელდება. თვითონ კაი სკინია, დადის ფარხმალით. ეხლა რას რები ხდება ძმა. მოკლედ, არ დაგცვალდა სკინის გატესტვა, გაიჭედა, ყველაფერი უბედურება მოხდა, ასე რომ თავიდან უნდა გავტესტოთ. და დავიწყეთ. ეხლა ჩვენი მიზანია რომ გავიგოთ როგორია ამ სკინის სუპერი. ეხლა მოდი ამ სტურს მივაკითხოთ პირდაპირ. კი ბატონო, გაგვარტყას, ესე თუ გარტყავენ ცუდი არ არის. ძლიერდები ამით. მოვკალით. ეს ვინ არის? ვერ დავინახე, მე მგონი ბიბია. არა, აი, აბა სუპერი ვნახოთ. წავიდა. ოკეი, ხო, შეცვლილია მე მგონი, ესეთები არიან ჩვეულებრივ ეშზე სუპერები. და კარგია რომ შეიცვალეს. მოკლედ. ეხლა ვნახოთ როგორია წაგების ანიმაცია. შენ გენაცვალე. ჩაარჭო ხმალი, დაახტა ამოარჭო. მოკლედ, ამ სკინს დავუწეროთ 10-დან 7, იმიტომ რომ როგორც ჩანს თარსის სკინია და თუ ამ სკინში ხარცელი შეუდამოზე აუცილებლად წააგებ. მე მგონი მართლა ესე. შემდეგი სკინი არის უკვე მეისის სკინი და ნახოთ ეს როგორია. დავიწყეთ.
დალექით ეს ვიდეო გამოიწერთ არხი და ამასობაში ქართველი შეხვდა ვიღაცა ნიკა პრო აწერია. კაი, გასრულის ეფექტი გასაოცარი მე მგონი არაფერი. შეცვლილი არის მაინც. ჩვეულებრივი გასრულის ეფექტი არა ნამდვილად. რაღაც ხო, ცოტა შეცვლილია. რას ისვრის დავაკვირდე? მუშტს ისვრის, ხო? რაღაცა უცნაურ მუშტს ისვრის, რომელიც იტაკება მსხვერპლს. ეხლა ნახოთ სუპერიც თვითონ ეს მშვენიერი სკინია. აი სუპერი ნახოთ. სუპერი ძალიან კარგი აქვს. რაღაცა მიწას ხეთქავს თითქოს აი ეგეთია. აი კი ბატონო, თითქოს მიწას ხეთქავს. მშვენიერი სკინია. ესეც საკმაოდ კარგი ვიზუალი აქვს. ამასობაში მოვიგეთ და ძალიან კარგი სკინია. თან ეს სკინი ღირს 80 ჯემი მე მგონი. თუ არა, მე მგონი 160. ნუ კარგი. მოკლედ ამ სკინს დაუწერ 10-დან 900-ს, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. კარგი სკინი იყო ნამდვილად. მოკლედ დალაიქეთ ეს ვიდეო, ავიდეთ 5 ლაიქზე, ჩვენ ავიდეთ 50 გამომწერზე. ამით კი ეს ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. გამოიწერეთ არხი და ნახვამდის.